ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ვაკანსიის კვირეულში ჩართულ დამსაქმებლებს შეხვდა დღეს ჯანდაცვის მინისტრი. მხარემა შრომის ბაზარზე არსებული ვითარება და დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა განიხილეს. კვირეული ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში 22-დან 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სადაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები თავად შეარჩევენ მათთვის სასურველ კანდიდატებს. კვირეულში 60-მდე კომპანია მონაწილეობს. ერთის მხრივ ეს არის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს და კერძო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ თანამშრომლობის ახალი ეტაპის გეგმები გაიწეროს. მეორეს მხრივ ეს არის უკვე წინასწარ, ასე ვთქვათ, მონაცემთა ბაზაში შერჩეული სამუშაოს მაძიებლების და კონკრეტული დამსაქმებლების შეხვედრა. სამუშაოს მაძიებლებს მოუწოდებდი, რომ ჭიდროდ ჩაერთონ ამ კომუნიკაციაში. გვეძლება საშუალება დავასაქმოთ არაერთი ადამიანი ჩვენთვის როგორც დამსაქმებლისთვის ეს ბევრად უფრო ეფექტური არის, იმიტომ რომ უკვე გადახარისხებული CV-ები არის და კანდიდატი მომზადებული მოდის გასაუბრებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ჩვენ დავასაქმოთ არაერთ ადამიანს. ესეთი შეხვედრები უნდა იყოს კიდევაც აუცილებელია, რომ სახელმწიფომ თავისი მოსაზრებები გაუწვავოს კერძო ბიზნესმა სახელმწიფოს. მე მაგალითად ძალიან მოწოდებითად ვდგები ამ საკითხს.